აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე განათლებისა და კულტურის მინისტრთან ერთად ქუთაისში აფხაზეთის საჯარო სკოლების დირექტორებსა და მასწავლებლებს შეხვდა. გიორგი ჯინჭარაძე საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურას ადგილზე პირადად გაეცნო და პედაგოგებთან სამომავლოდ განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრა. მიმდინარე წელს აფხაზეთის საჯარო სკოლებში საგანმანათლებლო პროცესის გაუმჯობესების მიზნით სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება იგეგმება. აფხაზეთის მთავრობისთვის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია აფხაზეთის სკოლები, მათი ინფრასტრუქტურული გამართვა. დღეს ვიმყოფებოდით ქუთაისში, მოვინახულეთ ორი სკოლა, შევხვდით პედაგოგებს, ადმინისტრაციულ პერსონალს, ვისაუბრეთ სწავლების პროცესზე, ინფრასტრუქტურულ საჭიროებებზე და სამომავლოდ ვეცდებით, რომ აღნიშნული ინფრასტრუქტურული პრობლემები გადავჭრათ, მოვახდინოთ რეაგირება და ჩვენს დევნილ მოსწავლეებს შევქმნათ ღირსეული სასწავლო პირობები. დღეს ჩვენ შევხვდით აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარეს და განათლების მინისტრს, გავაცანით ჩვენი სკოლა, დავათვალიერეთ ინფრასტრუქტურა, ასევე ვისაუბრეთ ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე, იმ გამოწვევებზე, რომლებიც სკოლას აქვს, დავსახეთ სამომავლო გეგმები, ჩვენ მუდმივად გვცნობთ მათგან მხარდაჭერას და ვფიქრობთ, რომ ყველა მიზანი, რაც ერთად დავსახეთ, განხორციელდება და ის მცირე პრობლემები, რომლებიც ამ ეტაპზე სკოლას უდგას, მალევე აღმოიფხვრება.